რადიო გრუნი ყოველ ოთხშაბათს 14 საათზე გთავაზობთ პოდკასტს რადიო გრუნის აღმოჩენა, რომელიც არაერთ ნიჭიერ და შემოქმედებით ადამიანს გაგაცნობთ. თუ ისინი არ ჩანან აქტიურად მედია სივრცეში, შევხვდებით რადიო გრუნის პირდაპირ ეთერში. ერთად გაუყვალოთ გზა ნიჭს. მოგესალმებით. დღეიდან წარმოგიდგენ პოდკასტს რადიო გრუნის აღმოჩენა, რომელსაც მე ბექა ქანდარია გავუძღვები და რომელიც დღეიდან ახალი დროით 4 შაბათს 14 საათზე გავახმოვ ეთერში. დღეს ჩვენი სტუმრები არიან მე ვიოლინე იოანე თუღუში და ბას-გიტარისტი ზაზა მაღლაკელიძე. მოგესალმებით. მოგესალმებით. გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. და კეთილი იყო ჩვენი ფეხი სტუდიაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პოდკასტი ეძღვნება ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენასა და წარმოჩინებას. პოდკასტის დასაწყისში თქვენ უკვე მოусმინეთ შესანიშნავ კომპოზიციას ჩვენი სტუმრების შესრულებით და კიდევ არაერთხელ შევძლებთ მათ მოსმენას. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ინტერვიუს ნაწილზე. დავიწყოთ თავიდან, როდის შემოვიდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში ასე აქტიურად. იოანეს მივცეთ ხოდა სიტყვა ჯობია და მე მადლობა. ძველი პლია და მე ჩავირთვები მე. სიმართლე გითხრათ, პატარაობიდან, როგორც წესია ხოლმე, ასე ხდება ხოლმე, მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე და შესაბამისად 6 წლიდან, 6-7 წლის ასაკიდან უკვე ნიჭიერ თასლეთში ვსწავლობდი, შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე, ახლა მაგისტრატურის საფეხურზე ვსწავლობ და ასე ვთქვათ, მთელი ცხოვრების მანძილზე მუსიკა ჩემი თანმდევია, ასე ვიტყოდი. და მის გარეშე წარმოუდგენელი არის ჩემთვის ცხოვრება, მუსიკის გარეშე, ესე ვიტყოდი. გარდა მუსიკისა, სპორტშიც ვარჯიშობ და ასე ვთქვათ, ვცდილობ რომ ეს ორივე სფერო ერთმანეთთან დავაკავშირო და შევუწყო ერთმანეთს, ასე ვთქვათ. ბატონო ზაზა თქვენს ჩემი ისტორია ცოტა როგორ გითხრათ, ჩემი პლიადის მუსიკოსებზე არის საუბარი. არავით არის ჩვენ დროს მაშინის ყრუღობას რო უძახით, ჯალეში ბოდიში და ამჟამადისთვის ჯაზური აკორდების აღებაც რო არ შეიძლებოდა ის პერიოდი. ეს ბექარაუგური ვარიანტია, იცი რომ ჩვერო სარდაფებში უკრავდით. სარდაფებში არა, პადლებში რომ უკრავდით. აი ეს პერიოდია და ზოგი გვიშილიდან გძელით არ შეიძლებოდა და ასე შემდეგ რა. მოკლედ ჩვენ ძალიან მოკლებული ვიყავით, აი კლასიკურ მუსიკაზე ხო საუბარი ზედმეტი არის. და ყველაფერს სმენით რომ და ასე ნელ-ნელა წამოვიდა. შემდეგ მე ვარ რა თქმა უნდა მშენებელი ინჟინერი, როგორც ყველა მშენებელი ინჟინერი. სკოლიდანვე რა თქმა უნდა შევიყარე როკი, როგორც იყო Deep Purple, Zeppelin და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი გზა გავიარე, როგორც გითხარი, სარდაფერა პადლიდან გავიარე ფილარმონიამდე. ფილარმონიაში უკვე იყო ასეთი შენი ჯგუფი, პირამიდა, ზურა დოიჯაშვილი. მისი უბერებელი სიმღერით მილიქშვილი გამზირით, მქონდა კოლაბორაციები ძალიან ბევრ ჯგუფებთან, ორკესტრებთან და მე მქონდა პაუზა, რომელზეც ვისაუბრებთ აუცილებლად. და მე ისე შემოვუდი აგერაკ და მაგაზე ვისაუბროთ მე. ჩემი წარსული დაახლოებით აი ეს არის რა. ქუჩიდან შემოვედი მუსიკაში. კი ბატონო. იოანე, როგორც ვიცით, მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ კონკურსში. თუნდაც თქვენი გამოცდილებით რომ გითხრათ, რას ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკოსისთვის ასეთი აქტივობები? კარგი კითხვა არის. აუცილებელი არის, ასე ვფიქრობ, კონკურსები, თავისთავად კონცერტებიც, ანუ რაც უფრო ბევრ პასუხისმგებლობას აიღებ, ასე ვთქვათ, როგორც მუსიკოსი შენ თავზე, ეს განვითარებისთვის უფრო უკეთესი იქნება. დიდი გამოცდილების მონცემი არის, ეს კონკურენცია ზოგადად ხარისხს ბადებს, ხო ეს ჩემი მოგონილი არ არის და შესაბამისად
ყოველი კონკურსი, ყოველი კონცერტი, ყოველი გამოსვლა მუსიკოსისთვის, ინსტრუმენტალისტისთვის არის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ. სადაც დამეთანხმება ამ ამბავში და დავისწავოთ. გარდა ამისა, კონკურსების გარდა ეს სოლო კონცერტებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვინაიდან უკვე სოლო კონცერტის ორგანიზება შენზე არის, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე არის დამოკიდებული რა ნაწარმოებებს დაუკრავ, როგორ დაუკრავ და ასე ვთქვათ, თავისუფალი ხარ და უკვე მეტი პასუხისმგებლობა არის, შესაბამისად, მეტი ხარისხი არის თავისთავად რა, ასე ვიტყოდი. კი, აი სწორედ ასეთ პროექტზე უნდა ვკითხოთ პროექტ ნიჭიერზე, რომელშიც წელს თქვენს მეუღლესთან ერთად მიიღეთ მონაწილეობა და მართლაც რომ შთამბეჭდავი ნომერი წარადგინეთ, რა მოლოდინები გქონდა და ზოგადად როგორ შეაფასებთ თქვენს ამ წარმატებულ გამოსვლას? დიდი მადლობა. ნიჭიერი ზოგადად ეს ისეთი პროექტი იყო ჩემს ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, არაორდინალური ჩემთვის, იმიტომ რომ კლასიკური მუსიკისგან განსხვავებით, აკადემიური მუსიკის კონცერტებისგან განსხვავებით, ნიჭიერის სცენა სხვა იყო ჩემთვის. და ასე ვთქვათ, ცოტათი გამოუცდელიც ვიყავი ამ ამბავში. თუმცა მე და გვანცამ ჩემმა მეუღლემ კარგად გავართვით თავი, მაინც ასე თუ ისე რაღაც გავაუცეთ ჟიური რაღაც საუცხოო ნომრით და დიდი გამოცდილება მივიღეთ. იმიტომ რომ აქ დაკვრის გარდა ზოგადად და შესრულების გარდა ბევრი სხვა ელემენტი არის გასათვალისწინებელი, როდესაც შოუში იღებ მონაწილეობას. ვინაიდან არის ძალიან ბევრი ელემენტი, ძალიან ბევრი. რაც დაკვრაზე ვერ იფიქრებ, ასე ვთქვათ, რა იმის გარდა იმდენი ქორეოგრაფია თუ რაც არის, ძალიან ბევრი რამე არის და ასე ვთქვათ, მაინც წინ წაწეული ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში, ესე ვფიქრობ და ეხლა უკვე უცხოეთის ნიჭიერებზე გვაქვს პრეტენზია, ასე ვთქვათ, რომ ეს ჩვენი გამოსვლა გვინდა გავგზავნოთ და ვნახოთ, დაველოდებით მათ პასუხებს. გისურვებთ წარმატებებს ამ არაჩვეულებრივ წამოწყებაში. ბატონო ზაზა, საინტერესოა როგორი დამოკიდებულება გქონდათ თავდაპირველად ამ საქმის მიმართ და ფიქრობთ თუ არა რომ თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებთ? რომელი საქმესია ბექა საუბარი? მუსიკაზე თუ არის გეტყვი ახლა? კი ბატონო, რა თქმა უნდა. ხო, აი მე ახლა ბოლოდან მინდა რომ დავიწყო ეს ვინაიდან მე მქონდა პაუზა, ისევ ამას შემოუბრუნდი. ანუ ეს არის ჩემი ცხოვრება რა. მე როგორც ყველა მუსიკოსი მაგას ამბობს, რომ ჩემი ადგილი ეს არის, აქ არის. თუმცა არ დაგვავიწყოს რომ მე 20-25 წელი სხვა საქმე ბიზნესში ვიყავი. იცის ყველა მე ვიცის რომ ბიზნესში ვიყავი და ცოტა ეწყინათ რომ აქტიურ ბიზნესში ჩამოვშორდი და თუმცა შემოვედი შოუ ბიზნესში უკვე, ხო? ანუ ამ სიტყვას მე არ ვკარგავ. კიდე და ვცდილობ რომ ჩემი გამოცდილება პირდაპირ მნიშვნელობით სხვათა შორის რომ ამ შოუ ბიზნესში აი ჩემი ბიზნესური უნარჩვევები ჩავდო რა აქ. იმიტომ რომ ეს ბაზარი ჩემი აზრით, როგორც მე შევისწავლე, ცოტა სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ მე ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ეს თემა. შეუსწავლელი არის ეს ბაზარი და ძალიან არ მომწონს ქაოსური მდგომარეობა მგონია რა. ვერ გაუგიათ შემსრულებელს და მსმენელს და დამქირავებელს და ვინც ეგრე აი თავისი ფუნქციები რატომღაც არეული მეჩვენება და ამაგაზე მუდმივი კამათი ხალხო მუსიკოსებო გაიგეთ რომ ისინი არიან ბიზნესმენები ვინც უნდა შეგიკვეთოთ თქვენ მუსიკა თუმცა იმათაც ვეუბნებით იმ ხარეს რომ თქვენ გაითვალისწინოთ რომ საქმე გაქვთ შემოქმედებასთან და არა მარტო ფულის კეთებასთან რა. ეს ძალიან რთული თემაა, ბექა რა ხვდებით. სანამ ჩვენ დავიწყებდით, ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე და ოქროს კვეთა უნდა ვიპოვოთ ხო მაგის გამოგან. ოდიში რომ სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ ძალიან მტკივნეული თემაა. ვერ გაუგიათ ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, თავიანთი ფუნქციები. ამიტომ ვცდილობ რომ ამ ბაზარზე მე შემოვიდანო ჩემი უნარჩვევები, ბიზნესური უნარჩვევები და აქ კიდე აგერ ისეთი ისამყავ ჯგუფი აკადემიური რომ ბედნიერი ვარ მოკლედ რა. კი, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ბენდორ თაობაზე, რომელშიც თქვენ ხართ ჩართულები. ამაზეც რომ გვესაუბროთ და გაგვიზიაროთ თქვენი შეტევა. მოდი მე დავიწყებ და მე რეგიონი გავიგე. დიდი მადლობა. კარგი შეკითხვა არის. თავისთავად მოიცავს ხო შინაარსი, ეს ორი თაობა და შემოქმედოს ორი თაობა ვარ. კარგი, რა კოლაბორაციასთან გვაქვს საქმე? არაფერი. 2-3 თაობით შორის მათი შერწყმა. ბექა მინდა დაგარწმუნდო რომ იოლის საქმე არ არის. და ჩვენ მე მგონი რომ ვახერხებთ ამას და ეს ჩანს მუსიკაში. ვცდილობთ. ხო, ნუ დაახლოებით ესეთი ვარიანტია და მე პირადად მინდა თამამად თქვა რომ ვინაიდან მე შევეხე კლასიკურ მუსიკას, ახლა იოანესთან რო ვასრულებ ნაწარმოებებს, უბედნიერესი ადამიანი ვარ რა. მე ძალიან ხო, მედია. კი არა, მართლა ეგრეა, გასაგებია რომ როკზე გავიზარდე, წამოვედი აქეთკენ, მაგრამ ნუ ამასაც რო შევეხე, ნუ მე ვფიქრობ რომ სრულყოფილება, ნახოთ ეს ხომ ახლა ვერ ვიტყვი მაგას, მაგრამ უკვე შევკარი წრე რა. ასე რომ ორი თაობა
ემსახურება აი ამას. ამ ორი იდეოლოგია, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მიდგომები. იდეოლოგიაც, ინსტრუმენტები და ცოტა ჩვენი ახალი მე ვცდილობ რომ ამათთან ამოვიდეთ და ახალგაზრდები კიდე ცდილობენ რომ მე გამიგონ. მე არ ვეუბნები რომ ისინი ჩამოვიდნენ ჩემამდე, არა მე უნდა ავიდე მაგამდე. ნუ თავდაპირველად დაიწყო დუეტით მაინც, ხო? ჩვენ ვიყავით და მე ჩვენ მეგობრები შემოგვიერთდნენ სოლო გიტარა, კლავიში ჩემი მეუღლე, კვანცა უკრავს, ასევე დრამზე ალექსანდრე და ასე ვთქვათ შევკარით რა ვიტყვიან ჟარგონულად ბენდი და ორი თაობა ეს სახელი კიდევ მოიცავს ან მუსიკალურ შემოქმედებაშიც ორი თაობის ნაწარმოებებს უკრავთ ძირითადად როგორც ძველ მუსიკას ასევე თანამედროვეს და ეს სახელი ამართლებს ყველა ასპექტში მოკლედ რა ესე არის და მოკლედ ამ ორი თაობის სინთეზი გვინდა რომ გავაკეთოთ და მე მგონი საინტერესო ინსტრუმენტები კლავიში და ფორტეპიანო კლავიში და ვიოლინო ძველი საკრავები არის და შესაბამისად თქვა თანამედროვე ინსტრუმენტებთან სინთეზიც ასე ვთქვათ ახალი არის მაინც და ეს გამოწვევა არის ჩვენთვის რამდენადაც და ვცდილობთ მოკლედ რა რამე შევქმნათ ზუსტად ამ სინთეზზე მინდა გკითხოთ ბენდს ახასიათებს გამორჩეული ჟღერადობა რაც გამოწვეულია სწორედ ვიოლინოსა და ელექტრო ინსტრუმენტების სინთეზით საინტერესოა მსმენელს როგორ მოსწონს ეს და რამდენად კარგი გადაწყვეტილება თქვენი აზრით ბექა როგორი ვარიანტია კიდე უბრუნდები იმას ბიზნეს ვარიანტებს უბრუნდები რა იყიდება მოდი მე ასე ვისაუბრე რა ბიზნესის განუსახედიდან ჩვენ თვლით ასე და ალბათ ესეც არის რომ ჩვენ ყავს მაინც სპეციალური მსმენელი ვინაიდან ჩვენი მუსიკა არის ექსპერიმენტალური მოიცავს ყველაფერს ერთად რა ფოლკიც არის ჯაზიც არის რა თქმა უნდა ფანკიც არის კლასიკურ მუსიკაზე არაფერს არ გეუბნები აქედან გამომდინარე მე ვერ გეტყვი რომ ეს ფართო მასების ისთვის არის განკუთვნილი, თუმცა აქ ვკამათობ მე ერთ რამეში და მე შემიძლია თქვენს გეგამოთ ამაზე, რომ თუ ნაწარმოებებს შეასრულებ, აი აკადემიურად ის შანსი არ არის, აი საშუალო მსმენელმაც რო არ მიიღოს. თავისთავად. ვერ გაუძლებ რა ბექა. არ შეიძლება რომ აკადემიურად შესრულებული მუსიკა, რაც არ გინდა ჟანრობრივად იყოს შერწყმული და გაერთიანებული, ის თუ რაღაცა უცნაური, იმას მაინც მიხვდება რომ ეს რაღაცა უცნაურია. და უკვე მე უფრო ინტერესი იწვევს მსმენელში რა თქმა უნდა თავისთავად. გამარჯვება უკვე ეს არის რა. ნუ ყოველ შემთხვევაში არ ტოვებს და გისმენს ბოლომდე. კი ვერ ხვდება რაღაცაშია საქმე, მაგრამ გონიერ აი მაგალითზე ვიყავ ბოდოში კიდე სულ სხვა თემაზე გადავდივარ. აი ორიგინალი ნახატები რო არის ხოლმე, რა თქმა უნდა აივაზოს კიდე ესე ვიზისაც გაქვთ ალბათ ნახი. ყოველთვის მე აი რომელი ვარ უყურებ და აღფრთოვანებული რა მომწონს არ ვიცი, მაგრამ მომწონს რა. აი დაახლოებით ეგ ვარიანტია. და დავამატებდი კიდევ ამ ყველაფერს პირველ რიგში, აი მოგწონს რასაც ვაკეთებთ. ანუ ყველაფერი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, იმიტომ რომ ძირითადად ბენდებში რა ხდება ხოლმე, ანუ ინსტრუმენტებზე ვინც უკრავს, იცის რომ თავის ინსტრუმენტი ყოველთვის არის ხოლმე მეორე პლანზე. ანუ გადაწეული ერთ და პირველ რიგში არის ვოკალი. ნუ ჩვენ ვოკალისტებთან ერთადაც უკრავთ ხოლმე. ესეთი ეგოისტებიც არ ვართ, მაგრამ ვცდილობთ რომ ეს ინსტრუმენტები, რაც არის ბენდის შემადგენელი, წამოწიოთ წინ ყოველთვის. სოლო კონდეს ერთ ინსტრუმენტს, მე მეორე ინსტრუმენტს და თავის მსმენელიც ყავს, რა თქმა უნდა. თავისთავად ეს ხდება და ასე რომ მოგწონს ეს საქმე, როგორც მივდივართ და ვიცი, ნახოთ კიდევ ვცდილობთ რომ ეს ვიპოვოთ ახალი ნაწარმოებები, რაც უფრო მოერგება ჩვენს ბენდს, ჩვენს შემადგენლობას და რეპეტიციოთ, მოკლედ, კონცერტებიც იქნება ბევრი. კი, ნამდვილად ჩანს თქვენი ამ საქმისადმი სიყვარულით და ახლა კი გთხოვთ რომ შემოგთავაზოთ მომდევნო კომპოზიცია. ბექა, მომდევნო კომპოზიცია ცოტა უცნაურ ინსტრუმენტზე მინდა რომ შევასრულო, ახალი ინსტრუმენტი არის, ჩვენ სტუდიაში ვისაუბრეთ უკვე. კი. ჰენდპანი ქვია, მე ხან ვამბობ ჩვენ ასე ჰენგი, ჰანგი და რაც თავარი არის, ის არის რომ ძალიან გავს ანუ არა ამქვეყნიური რაღაც კოსმიური არის და არც მალავთ ხოლმე მაგას ძალიან უცნაური რა ნახე კი მე ცად ეწევან და არ გამომივიდა მაგრამ ძალიან საინტერესო მოსმენია გამოვა ჩვენ ვქნით ახალი ინსტრუმენტი არის ახალი რატო გულისხმობ რომ შენ შეგილი ანუ სუფთა იმპროვიზაციული ვარიანტები გაქვს ამ ინსტრუმენტზე ფანტაზიის ამბავია რა მოკლედ და ცოტა მუსიკალური გემოვნება და გამოგივა ძალიან ბევრი რამე. შესწავლის პროცესში არის ზოგადად ჩვენს და მეც. ამიტომ მოდი ახლა შემოგთავაზეთ პატარა მონაკვეთს ამაზე, რომ ამონარიდი არის, მოგეცეთ, დაახლოებით ესეთია. ნუ აქ არა ვართ.
ვართ კოსმოსში. კოსმოსიდან ჩამოვიდა ეს ფრინავი თებში, თავის უცნაური გერებით. დაახლოებით მონახაზი იყო ასეთი. კი, ნამდვილად შესანიშნავი მოსასმენია და დარწმუნებული ვარ ჩვენ მოსმენელსაც ძალიან მოეწონა და ძალიან ისიამოვნეს. იოანე, თქვენი აზრით რა არის ის მთავარი ელემენტი, რაც მევიოლინეს ტექნიკას ხდის უნიკალურს? ეს რთული საკითხია, საკმაოდ. მთავარი პრაქტიკაა მაინც. და მეცადინეობა რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა დიდი სოლისტი იყო და დიდი შემსრულებელი, ეს ყოველდღიურობა და ყოველდღიური რუტინა და მეცადინეობა არის უპირველეს. მერე გარდა ამისა, სწორი მიდგომები და სწორი პედაგოგი, სწორი მასწავლებელი ქმნის, ასე ვთქვათ, ყველაფერს. ძირითადი 50% ეგ არის უკვე როგორი პედაგოგი ყავს და შესაბამისად მე არ ვარ ჯერჯერობით ისეთ დონეზე, ასე ტექნიკით და ბევრი რო ვისაუბრო, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან რასაც ვიტყოდი, კარგი პედაგოგი, მე შრომის მოყარეობა, არ დაზარება და ბევრი პრაქტიკა, მეცადინეობა. ეს უკვე შედეგს დადებს თავისთავად. ბატონო ზაზა, თქვენი აზრით რას ნიშნავს იყო კარგი ბასისტი ბენდისთვის? მოაზროვნე უნდა იყო ბექრა და თავი ეგ არის, მოდი ორი სიტყვით შემოიბრალე. საწყინათ რა თქმა უნდა არავის არ გვაქვს, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი ეს არის რა, მოაზროვნე. ცოტა ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ასე შემდეგ რა. წეგან თქვენ უკვე ახსენეთ 25 წლიანი პაუზის შესახებ, მაგრამ მე მინდა უშუალოდ გითხოთ, თუ იყო რაიმე კონკრეტული მიზეზი, რამაც გადაგაწყვეტინათ დაბრუნება და როგორი შეგრძნებები ჰქონდათ უშუალოდ დაბრუნების შემდეგ? ბექაპ დავიწყებ იმითი, რომ ეს 90-იან წლებია რა, მე რომ მუსიკის ასე ვთქვათ რიგში ვიყავი და რა პერიოდი იყო ხვდებით ყველამ და რატო დავანებებდი თავს მაგასაც ხვდებით ხო არც მალაპი მაგას რომ რა თქმა უნდა ოჯახური მდგომარეობა, სიღარიბე, სიღატაკი და ასე შემდეგ გადავედი ბიზნესში და სულ მქონდა მე გუნებაში რომ როდესაც დამიდგება ის მომენტი მე უნდა დაუბრუნდე ჩემს ადგილს და რა არის ბექა იცი სიტყვა ბედნიერებას ტყილა აღარ ხმარობ მე რა მინდა რომ შინაარსობრივადაც ვიყო მაგ და სხვათა შორის რაღაც დონით ბედნიერი ვარ რა მე რომ მუსიკას დაუბრუნდი და საკუთარ საქმეს აკეთებ. საკუთარ საქმეს ვაკეთებ, ყავს идеალური ადამიანებთან ურთიერთობა ახალგაზრდებთან ქმნით როგორც საკუთარ ნაწარმოებებს ისე რა თქმა უნდა კლასიკურსაც უბრალოდ და ყველაფერს ვასრულებთ ერთად და ბედნიერი ვარ და მე მინდორი ეს ჩვენი ბედნიერება და სიხარული მივანიჭოთ ყველას, ყველას, თქვენსაც, ყველას, ვინც კი ჩვენს ირგვლივ არის რა. ჩვენი მისია მე მგონი ეგ არის. ცოტა ხმამაღლა კი ვთქვი, მაგრამ მაინც ეგრე მინდა რომ იყოს. სურვილი მაინც არის ყოველ შემთხვევაში ჩვენი. დამეთანხმებით რომ ყველა წარმატებას თან ახლავს კრიტიკული მომენტებიც, თუ იყო ისეთი არასასიამოვნო შემთხვევები, რომელთა გადალახვაც მოგიწიათ ისევ თქვენი საქმიდან გამომდინარე. ნაკლებად, ისე გადავხედოთ ნაკლებად, მაგრამ რაღაც ნიუანსები იყო, ასე ვთქვათ.
თუმცა ჩვენ მაინც ვცდილობთ რომ ეს ჩვენეული ვერსია ყველაფრის გავაკეთოთ და ეს ჩვენეული ვერსია შევიტანოთ და ეს სვენელს მივაწოდოთ. ასე ვთქვათ, ყველაფერზე შეიძლება ადამიანმა ცუდი თქვას და რაღაც გამონახოს, მაგრამ მაინც ვფიქრობთ რომ ცუდს არ ვაკეთებთ არაფერს და ზომიერების ფარგლებში ვცდილობთ ზოგი ნაწარმოების გადაკეთებას, ასე ვთქვათ, ჩვენეული ვერსიის შექმნას და რა ვიცი. მეც მაგას ვამბობ, რომ რო გითხრა რამე განსაკუთრებული ნეგატიურზე უფრო ვერ ვისაუბრებ. მოდი ერთი ტრაბახში თუ არ ჩავამართვება, მოდი ამას ვიტყვი, რომ ახლა გამოცდილების ამბებია ყველაფერი. თქვენ გინდა არ გიდათ მუსიკ თუ შოუ ბიზნესი არის საუბარი, მენეჯმენტს ვერაცდებით, მაგდა მე მგონია რომ მაგაში მე გამოცდილება მაგდა ჩემი საყვარლესი წრე ამას ითვალისწინებს და ამიტომ ვცდილობთ რომ შეცდომები იყოს ნაკლები. რა თქმა უნდა არის შეცდომები, მაგრამ მაქსიმალურად ნაკლები და უმტკივნეულო იყოს, ასე რომ ჯერჯერობით კარგად მივდივართ. აი სწორედ ამ გამოცდილებიდან და ამ დიდი კარიერის დროს თუ გქონდათ ისეთი პროექტი ან გამოსვლა, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული გახდა თქვენთვის. იონეს მე მგონი კი ქონდა როგორ არ მეც მქონდა, აი მაგ დროს ვიღა მაშინ იყო აღარ მახსოვს ლენინგრადი ერქვა მაშინ კიდე და იქ მივიღეთ ფესტივალზე მონაწილეობა და ძალიან ვინერვიულეთ მოკლედ და სხვათა შორის ესა გავიმარჯვეთ, მოდი ასე ვთქვათ რა. კი რაღაცა თუ გახსოვთ ახლა ეს ისევ იმ პლიადას უბრუნდები, რომელიც უკვე აღარ არის ძალიან საინტერესო და 9 აპრილი იყო ახალი მომხდარი. და ალბათ იმიტომაც და თან კარგად შევასრულეთ. დანარჩენი აქ ვიღებთ ხოლმე უკვე მონაწილეობას ბევრ საახალწლო გამოსვლებში გვაქვს და დიდ ორგანიზაციებში კიდე მონაწილეობა. ბენდის მხრივ არ იყო ეს კონცერტი, ან ბენდის კონცერტი არ იყო, თუმცა ერთ კონცერტში სადაც მივიღე მონაწილეობა, გავიცანი, ჩემი მომავალი მეუღლე. სამეგრელოში იყო ეს კონცერტი და რაღაც პროექტის ფარგლებში და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი. და ეხლა უკვე ვცდილობთ რომ ჩვენთან ერთად უკრავს ბენდში და ბენდითაც შევქმნათ დასამახსოვრებელი მომენტები. კი, სამეპარება რო შექმნით, საინტერესოა რა რჩევას მისცემთ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ საქმეში ნელა იკიდებენ ფეხს ან აქვთ სურვილი, რომ სამომავლოდ თავის ცადონ ამ საქმეში. მე მაინც ჯიუტად ვამბობ, რომ ალბათ უნდა იაზრონ. მაინც მე მგონია, რომ განათლებას ვერ აუვლიან გვერდს, ჩემი აზრით ეს არის. და რა თქმა უნდა, რაც იოანემ თქვა, მე ვეთანხმები მაგას. სიყვარული, რა თქმა უნდა, რუტინა. ეს უმაგისო ძალიან რთულია და სხვათა შორის აბა რუტინა როგორ და თუ გიყვარს რუტინას გააკეთებ რა. ძალიან მარტივი ახსნა აქვს მაგას. თუ არ გიყვარს რუტინას ვერ გააკეთებ და თუ გიყვარს რუტინას გააკეთებ. აი შენ ისწავლე ამ ინსტრუმენტს თუ ძალიან გიყვარს. სხვათა შორის მაქვს რაღაც გეგმაში. რუტინას თუ გააკეთებ და ცოტა მიმართულებას ვინმე გეტყვის, აუცილებლად მიაღწევ რა. აი ჩემი რჩევა ეს არის რა. მეც დავამატებდი ერთ რამს. რასაც ყველგან ვამბობ ხოლმე. რუსავში ვცხოვრობ, ჩვენ რუსაველები ვართ და მე ვიოლინე ძალიან ცოტაა რუსავიდან, მაგალითად კლასიკურ საკრავებზე ცოტა უკრავს და ახლა მე 2000 წელს ვარ დაბადებული. არ ძალიან პატარა ვარ, არ ძალიან დიდი. თუმცა აი ჩემი ბავშვობის დრო რო გავიხსენო, მაინც ვიოლინოზე კიდე იყო ეს ძველი შეხედულება, რომ აი ვიოლინო, სკრიპკა, და ასე შემდეგ. მაინც იყო რა და ახლა მე თავიდანვე ჯიუტად ვიყავი განწყობილი, იმიტომ რომ ჩემი სურვილით შევედი ამ ინსტრუმენტზე, ამ ინსტრუმენტის შესასწავლად და შესაბამისად საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ რა სიტყოდა, ხო? ნუ ყველა ადამიანი ასე უნდა იყოს და აი მაგას მოუწოდებდი ახალგაზრდებს და ჩემ პატარებს ასე ვთქვათ, რომ რასაც აირჩევენ, ანუ არანაირად არ უნდა გადაუხვიონ იმას, არავის ზეგავლენით და ბოლომდე უნდა მიყვნენ იმ საქმეს რა. და ჯობია მერე შეაფასონ თავისი გამვლილი ის დრო სწორად დახარჯეს ამის შესწავლაში, განათლების მიღებაში თუ არასწორად. და ჩემს ადგილზე ვიღაც ვისაც სუსტი ფსიქოლოგია ექნებოდა, ასე ვთქვათ, შეიძლება დაენებებინა ვიოლინოზე თავი. არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, იმიტომ რომ ჩვენ რო დავიწყეთ მაგალითად 100 წლებში სწავლა, ვიყავით მგონი ჯგუფში 20-ნი და ბოლოს დავამთავრეთ 3-მა თუ 4-მა. და ესე ხდება ხოლმე რა ნერვენა ზოგი გადაჭ ზოგი ის. ასე რომ ეს არის თავარი რჩევა, რომ რასაც აირჩევ, ამ მნიშვნელობა არ აქვს, შენებელი ხარ, მუსიკოსი ხარ, რისი მოყვარული ხარ, მნიშვნელობა არ აქვს, უნდა მიყვე ბოლომდე და ეს საქმე უნდა მიიყვანო ბოლომდე. თავის სიყვარული და მანდავანით ვაკეთოთ ჩვენი არჩეული საქმე. და ბოლოს როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სამომავლოდ კიდევ ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი უნდა განახორციელოთ, რომ გავგანდოთ სამომავლო გეგმებიც.
დაიწყე ივანე. ბევრი გეგმა არის საკმაოდ. უპირველეს ყოვლისა ეს რაც არის კონცერტების სერია, გვინდა ჩავატაროთ ჩვენს რეგიონებში, საქართველოში. დიდი ხანია ამას გეგმავთ, ხან რაღაცამ შეგვიჭალა, ხან რაღაცამ ესე მდგომარეობა არის ცოტა საქართველოშიც. შესაბამისად, ეხლა გეგმავთ, ვინაიდან რეგიონებში უფრო დიდი ინტერესი არის. იმიტომ რომ ნაკლები საშუალება აქვთ მოусმინონ ცოცხლად. იმიტომ რომ ძალიან იშვიათად რომ ეხლა სადღაც გურიაშიც, სამეგრელოშიც შეურაცხყოფილად არ მიიღოს. უბრალოდ არ ჩადიან იქ ბენდებიც, ადგილობრივიც ცოტა არის და ნაკლებად ხედავენ პატარების, ძილებიც ცოცხალ მუსიკას ნაკლებად ისმენენ. ასე ვთქვათ და ჩვენ გვინდა რომ აი შემოვიაროთ მთელი საქართველოს, ან დავათვალიეროთ ყველაფერი და აქედან დავიწყოთ. მე საზღვარგარეთაც რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქებშიც გვინდა ეს კონცერტები. და ეს არის ძირითადი გეგმები, რაც მეც მაგას დავამატებ, რომ პრიორიტეტად ახლა ჩვენ აღებული გვაქვს ბენდი, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ იონეს ცალკე კიდე აქვს გამოსვლები დუეტთან, კვარტეტთან. მეც მაქვს ცალკე გამოსვლები დუეტი, მარტო ვასრულებ ხანგზე ზოგიერთ ნაწარმოებს, მაგრამ აი ახლა ამჟამად ჩვენ მომწიფთით, მოდი ასე ვთქვათ, იმაზე, რომ ჩვენი პრიორიტეტი გახდა ბენდი. და ამ ბენდის შემოქმედება მართლა გვინდა რომ ვაჩვენოთ პირველ რიგში რეგიონებს რა. მე მგონია რომ რეგიონები მშიერი არიან მაინც ამ კუთხით რა. და რაღაც ჩვენი წვილი, ჩვენი სიხარული, ჩვენი სიყვარული ალბათ გვინდა რომ ვანახოთ რა. ჩავახსოვთ. აი ეს არის პრიორიტეტი გვაქვს ახლა ეს ჩვენ. გისურვებთ წარმატებებს ამ არაჩვეულებრივ ჩანაფიქში. დიდი მადლობა საინტერესო ეთერისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ მე ვიოლინე ივანე ტუღუში და ბას-გიტარისტი ზაზა მაღლაკელიძე. ეთერის ბოლოს კი გთხოვთ კიდევ ერთი კომპოზიცია შემოგთავაზოთ და ასე დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ. წარმატებები რა თქმა უნდა ყველას ერთად. ეს ნაწარმოები არის ლაღიძის ლაშქრული ჩვენეული ვერსია. კი ბატონო.